მოგესალმებით, მე დოდუკა ვარ. დღეს გავაკეთებ დილის იოგას, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი პრაქტიკოსისთვის და დაგეხმარება სხეულის გამოღვიძებაში და დღის ენერგიულად დასაწყებად. დაგჭირდება მხოლოდ იოგას მატი და როდესაც მზად იქნები, შეგვიძლია დავიწყოთ. ტერფები შემოგეცე და დაჯექი გამართული ხერხემლით. მხრები გადაიტანე უკან, გულმკერდი გამოიტანე წინ, მარცხენა ხელი გულზე დაიდე, მარჯვენა მუცელზე. თვალები დახუჭე და გააკეთე რამდენიმე გაცნობიერებული ღრმა ჩასუნთქვა ამოსუნთქვა. იოგას სუნთქვა ცოტა განსხვავებულია ჩვენი ავტომატური სუნთქვისგან. იოგაში ვსუნთქავთ დიაფრაგმით, ცხვირით და მუცლით, მოძრაობებთან და შეგრძნებებთან ერთად. გააცნობიერე შენი სხეული, მისი ფორმა, ენერგია, სიმყარე და წონასწორობა შეიგრძენი და რაც მთავარია, განწყობა შეიქმენი პრაქტიკისთვის. მზად რომ იქნები, შეგიძლია ხელები დაუშვა, თვალები გაახილო და დავიწყოთ. წამოიღე მხრები, გულმკერდიდან ამოიტანე ყურებთან, ამოსუნთქვასთან ერთად გახსენი. ვიწყებთ მხრების გახურებით. თუ უფრო მოსახერხებელია, ხელები შეგიძლია მხრებს მოკიდო და ისე დაამუშაო. შეუცვალე მიმართულება, ჩაისუნთქე უკან. ამოსუნთქვასთან ერთად მხრები მოგვაქვს გულმკერდისკენ, სუნთქვა არის თავისუფალი. 7 დააწყო ხელები მუხლებზე, ჩასუნთქვის დროს კარგად გახსენი გულმკერდი, მუცელი წამოიღე ბარძაყისკენ, ამოსუნთქვასთან ერთად ხერხემალი მოამრგვალე და თავი შეიტანე შიგნით. გააგრძელე მოძრაობა შენს რითმში, ტალღასავით ამოძრავე ხერხემალი, გამოაღვიძე სხეული, ჩაისუნთქე, შეაერთე ხელები ზევით, აატრიალე ჭერისკენ და მსუბუქად გადაიხარე უკან. ეცადე უფრო მეტად გულმკერდი გახსნა, წელი არ დატვირთო, დაბრუნდი საწყის პოზიციაში და წამოიღე მარჯვენა იტაყვი ნეკნებთან, ჩასუნთქვა ისევ შუაში, ამოსუნთქვა მეორე მხარეს. მოძრაობის დროს ეცადე რომ ხელები კუნთის ძალით შეაწინააღმდეგო ერთმანეთს და გადაიტანო ორივე საპირისპირო მხარეს. შემდეგი ჩასუნთქვა, მარჯვენა ხელი მარცხენა მაჯას მოკიდე, გადაიხარე მარჯვნივ, ჩაისუნთქე შუაში, ამოსუნთქვა მეორე მხარეს, ნეკნები გამოიტანე, კალის ფორმა მიეცი ხერხემალს. მარჯვენა ხელი გვერდით დადგი, იტაყვი ოდნავ ჩახარე და მარცხენა ხელი გადაიტანე ყურს უკან. თითქოს რაღაცას გინდა რომ მიწვდე, ვიმეორებთ მეორე მხარეს. ჩასუნთქვა, შეაერთე ხელები უკან, დადე მუცელი ბარძაყზე, თავი ზედაპირზე და ხელები სადამდეც თავისუფლად გამოყვება. ამოსუნთქვასთან ერთად ისევ დაბრუნდები საწყის პოზიციაში, მოადუნე კისერი და წრეზე დაატრიალე თავი. მხრები არ დაძაბო, 3 წრე ერთ მხარეს, 3 წრე მეორე მხარეს. გადახარე თავი მარჯვნივ და მარჯვენა ხელით მარცხენა ყური წამოიღე მხრისკენ, ზომიერ შეგრძნებამდე. ჩაისუნთქე შუაში, ამოისუნთქე მეორე მხარეს, გავახუროთ მაჯები, ხელები ერთმანეთს ჩაკიდე და სწრაფად დაატრიალე ორივე მიმართულებით. გამართე მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელით თითები მოიზიდე შენსკენ, შემოატრიალე ხელი, პირიქით და მარჯვენა ხელზეც გააკეთე იგივე. ხელები გადადგი მატის ერთ მხარეს, გამოათავისუფლე ფეხები და გადავდივართ 4-ზე, იგივე კატაწროხას ასანაში. მუხლი თავსდება მენჯბარძაყის ქვევით, ხელის მტევნები მხრის დაბლა, ჩაისუნთქე, წელი ჩასნიქე, მხრები გაიტანე უკან, ამოიხედე ჭერისკენ, ამოისუნთქე, კარგად მოამრგვალე ხერხემალი და თავი შეიტანე შიგნით. მოძრაობა შეგიძლია გააგრძელო შენს რითმში. გააკეთო უფრო სწრაფად, ან კიდე უფრო ნელა და ცნობიერად. მთავარია დააკვირდე როგორ სუნთქავ, ჩასუნთქვის დროს მზერა ზევით, ამოსუნთქვა პირიქით. და ეცადე ზედმეტი სიღრმე არ შექმნა ჩასუნთქვის დროს წელით, არ ძალიან გაწელო ზურგის კუნთები. როდესაც დაასრულებ, მოადუნე კისერი და დაიწყე მუცლის წრიული მოძრაობა. მუცელი, მხრები და თეძოები ჩართე მოძრაობის პროცესში. წარმოიდგინე რომ წრეში ხარ და ცდილობ მუცლით შეეხო და მიწვდე წრის ყველა წერტილს. შეუცვალე მიმართულება,
მეორე მხარეს სუნთქვა არის თავისუფალი და მშვიდი. როდესაც დაასრულებ, დაბრუნდი საწყის პოზიციაში და ხელები 1-2 პატარა ნაბიჯით გაიტანე წინ, მკერდით ჩავდივართ მატისკენ. თუ მკერდი თავისუფლად წვდება ზედაპირს, ნიკაპი შეგიძლია დადო მატზე. შედარებით უფრო მსუბუქია ვარიაცია შუბლის დადების შემთხვევაში. ტერფები მოადუნე და მუხლები დაიტოვე ისევ 90 გრადუსზე. დააბრუნე ხელები უკან. მარცხენა ფეხი გამართე უკან, მატის პარალელურად, მარჯვენა ხელი წინ. წელი არ ჩააგდო, წარმოიდგინე რომ ჭიპი გინდა ხერხემალს მიაკრა და გასწორდი ერთ ხაზზე. ჩაისუნთქე, მოამრგვალე ხერხემალი, შეაერთე იდაყვი და მუხლი, ამოისუნთქე, გაიშალე, გავაკეთოთ 3ჯერ. დარწმუნდი რომ წონას თანაბრად ანაწილებ დადებულ ხელფეხზე, რომ ბალანსი არ დაკარგო. მოხარე მარცხენა ფეხი, მარჯვენა ხელი ტერფს მოკიდე და ტერფი ერთდროულად ამოიტანე უკან და ზევით. ცოტა ბალანს მოგთხოვ სხეული და გააჩერე ბალანსისთვის მზერა ერთ წერტილზე. შევცვალე მიმართულება მხარე, მარჯვენა ფეხი უკან, მარცხენა ხელი წინ, ჩასუნთქვა, მოამრგვალე ხერხემალი, ამოსუნთქვა, გაიშალე. მთელი პრაქტიკა ვსუნთქავთ შეძლების და გვარად, ცხვირით და მუცლით. მოხარე მარჯვენა ფეხი, მარცხენა ხელი ტერფთან, ტერფი უკან და ზევით. დარჩი დაახლოებით 3-5 სუნთქვა. ჩაასე ფეხის წვერი და გადადი თავდახრილში. დაიწყე ფეხების მსუბუქი მოძრაობა. მოირგე მანძილი ხელფეხ შორის. თუ არ იცი როგორ განსაზღვრო, გადადი მაღალ პლანკაზე, იგივე ფიცრის პოზაში და დაბრუნდი უკან თავდახრილში და აღარ შეასწორო მანძილი ხელფეხ შორის. თუ დაიდება ქუსლები, ბოლომდე დადე ზედაპირზე, თუ არა მიმართულება მიეცი. მენჯები მიმართე უკან და ზევით, თუ შეგიძლია მუხლებიც ცოტათი ჩახარო და დააგრძელო ხერხემალი. ჩასუნთქვა, გამართული მარჯვენა ფეხი, ამოიტანე ზევით, სწორად წამოიღე, ეცადე მენჯი გვერდზე არ გახსნა, მოხარე ფეხი მუხლში და წრეზე დაადრიალე. მზერა იყურება შიგნით, ან ტერფისკენ, ან ჭიპისკენ. მეორე მხარეს, მარცხენა ფეხი ამ დროს არ აწიო ფეხის წვერზე. გამართე ფეხი მუხლში, გამოიხედე წინ და გულმკერდთან ახლოს გქონდეს ფეხი გადმოტანის დროს, გადმოდგი ხელებში. ჩახარე მუხლი 90 გრადუსზე, დარწმუნდი რომ სიმყარეს გრძნობ და ჩასუნთქვა პირველი მეომარი. შეგიძლია აქ დაყოვდე, შეგიძლია იდაყვები ოდნავ ჩახარო და გადაიხარო უკან. გახსენი გულმკერდი. ჩაისუნთქე, შეაერთე უკან ორივე ხელი, ამოისუნთქე, მარჯვენა მხარე ჩაიტანე მარჯვენა მუხლთან, ზერა ქვევით და ზედატანით არ მიეყრდნო ფეხს. ჩასუნთქვა, ხელები ისევ ზევით და ამოსუნთქვა გადავდივართ მეორე მეომარში. უკანა ტერფი მარცხენა დააწვინე 45 გრადუსზე, ხელები მხრის გასწვრივ, მარცხენა ხელი ფეხზე დადე, ამოატრიალე მარჯვენა ხელის გული, ოდნავ წინ ბიძგი მიეცი და გადაიხარე უკან. უკან გადახრის დროს წინა ფეხი ეცადე არ გამართო. მარჯვენა იდაყვი მუხლზე, მარცხენა ხელი გადაგოქვს ყურს უკან. ვარიაციას თუ გაართულებ, შეგიძლია ხელი ზედაპირზე მოათავსო, შეაერთო ხელები უკან და ფრთხილად ცადო წინა ფეხის მუხლში გამართვა. მხარი უკან, ზერა ჭერისკენ. მუხლი თუ ბოლომდე არ გაიმართება, არ დააძალო, მიდი ზომიერ შეგრძნებამდე. დადგი ხელები წინა ფეხთან და ბრუნდებით თავდახრილში. ფეხებიდან წამოიღე სხეული, აიწიე ფეხის წვერზე, მოამრგვალე ტალღასავით, გაასწორე ბოლოს კისერი, ფეხის სითბოს წინ მიაწექი
დადე მუხლები, კერდი და ნიკაპი, იდაყვები ახლოს გქონდეს ნეკნებთან. დააწვინე ტერფები. ამოსუნთქვა კობრა, დააგრძელე კისერი. დააკვირდი რომ თავი მხრებში არ გქონდეს, მხრები დაუშვი და გაიშალე. ჩაასე ფეხის წვერი, ჩაისუნთქე, ამოსუნთქვა, თავდახრილი. მარცხენა ფეხი ზევით, მოხარე მუხლი და მინჯიდან დაატრიალე წრეზე. მარტო მაჯა რომ არ დატვირთო, ეცადა იგრძნო წონა გადაანაწილო ხელის თითებშიც. მეორე მხარეს იდაყვები გამართულია, თავიდან ხელები ცოტა მალე შეიძლება დაგეღალოს, მერე ნელ-ნელა გაგიძლიერდება. გამართე, მზერა წინ, კარგად გადმოიტანე ფეხი, შორს გადმოდგი, თუ ცოტა უკან დარჩება, მერე ხელით შეგიძლია შეასწორო. ჩაისუნთქე, პირველი მეომარი. ჩახარე იდაყვები, გახსენი გულმკერდი, მზერა ზევით. ჩასუნთქვა, შეაერთე ხელები, იდაყვები გამართულია, ამოსუნთქვა, მარცხენა მხარი, მარცხენა მუხლთან. ჩასუნთქვა, ხელები ზევით, ამოსუნთქვა, უკან ტერფი დააწვინე, მეორე მეომარი. მარჯვენა ხელი ფეხზე, ამოატრიალე მარცხენა ხელის გული, გადაიხარე უკან, შეგიძლია მარცხენა ფეხი აწიო ფეხის წვერზე, მარჯვენა ხელი მოკიდო მარცხენა ბარძალს. ყველა ასანას აქვს ვარიაცია სირთულის მიხედვით და დარჩი ხოლმე შენთვის სასურველ ვარიაციაში. შეგიძლია ზედაპირზე დაუშვა ხელი, წონა ბოლომდე გადაიტანო ტერფებზე და შეკრა ხელები უკან. ფრთხილად სადე წინა ფეხის მუხლში გამართვა. მზერა იყურება ჭერისკენ. ჩახარე მუხლი, დადგი ხელები, ამოსუნთქვა, თავდახრილი. ყოველ ამოსვლაზე ხერხემალი ეცადე, რომ კიდევ უფრო ღრმა და სასიამოვნო გაწევაში გაუშვა. გადმოიტანე წონა ხელებში, ფეხის თითები წინ და თუ შეძლებ, რომ მუხლი აღარ დადო, ნელ-ნელა მთლიანი ტანით ჩადე ჩატურანგაში. დააწვინე ტერფები და აგრძელე კისერი. ჩასუნთქვა, თავდახრილი. მარჯვენა ხელი, მარცხენა კოჭს მოკიდე, გამოიხედე მარცხნივ. ჩაისუნთქე შუაში. ამოისუნთქე მეორე მხარეს. აქედან პატარ-პატარა ნაბიჯებით წამოდი მატის დასაწყისში. მუხლები ოდნავ ჩახარე, ხელები მოკიდე საპირისპირო იდაყვებს. კისერი მოადუნე და იქანავე წონა გადადის ფეხიდან ფეხზე. შეგიძლია დაამატო მცირე ბიძგები. ამოდი მომრგვალებული ხერხემლით, ბოლოს გაასწორე კისერი. ჩამოფერთხე სხეული და ნახევარი ტერფი, გადადგი მატის გარეთ. ქუსლები დაიტოვე, ცერები გადაუშვი, ჩასუნთქვა, შეაერთე ხელის გულები ზევით, ამოსუნთქვა, ჩამოიტანე გულმკერთან, დაიწყე მუხლების ჩახრა წონა ქუსლებზე გადაანაწილე და ჩადი მალასანაში. ცოტა ხანი მიაჩვიე, გადაიტანე წონა ფეხიდან ფეხზე. თუ უფრო მეტად გაქვს გახსნილი მენჯები, შეგიძლია მუშტებზე გააკეთო იგივე, ან საერთოდ დააშორო ხელები ერთმანეთს. გამართული მარჯვენა ხელი გვერდით დადგი, ამოსუნთქვა, მარცხენა ხელს გააყოლე მზერა ზევით და შემდეგ წაიღე ხელები ერთმანეთისკენ. თუ მიწვდება ხელები ერთმანეთს ჩაკიდე, თუ არა მიმართულება მიეცი და მარცხენა მუხლი გაიტანე რაც შეიძლება გარეთ. როგორც შეხვალ ხოლმე ასანაში, ისე ნაბიჯ გამოდი უკან და იგივე გააკეთე მეორე მხარეს. შეაერთე ხელები, ამოატრიალე გულმკერდი და მზერა ჭერისკენ.
დაბრუნდი და გადაჭექი. გამართე ორივე ფეხი. ფეხის თითები იყურება შენსკენ. მოხარე მარჯვენა ფეხი და გადმოიტანე მარცხენა ფეხის გარეთ. მარცხენა ხელი გარედან შემოხვიე, მეორე ხელი უკან დადგი, კისერი დააგრძელე და ხერხემალი დაგრიხე. უკან ხელს ზედმეტად არ მიეყრდნო, უბრალოდ დაიხმარე ხერხემლის გამართვაში. შეგიძლია გაართულო ვარიაცია ხერხემლისთვის, იდაყვი გადაიტანო მუხლის გარეთ, ან ხელები შეკრა უკან. დარჩი 3-5 სუნთქვა და დაბრუნდი ისევ საწყის პოზიციაში. ტერფი გვერდით მოადე ბარძახს, მუხლი თუ არიდება ზედმეტად არ დააძალო, არ დააწვე, ჩასუნთქვა ხელები ზევით და ამოსუნთქვის დროს გამართული ხერხემლით ჩავდივართ მარცხენა ფეხისკენ. თუ მიწვდები ხელი ტერფს მოკიდე, თუ არა წვირთან, მუხლთან, სადაც თავისუფლად წვები დაიტოვე და მუცლით ჩავდივართ ბარძაყისკენ, რომ ხერხემალი არ მოიხაროს. მარცხენა ხელი დაიტოვე ტერფთან და მარჯვენა ხელი გაჭიმე უკან. შეგიძლია იდაყვი ჩახარო და ხელი წაიღო მარცხენა ბარძაყისკენ. მზერა გაატრიალე უკან. ჩასუნთქვა შუაში და შეცვალე ხელი. ამოსუნთქვა მეორე მხარეს. აქაც შეგიძლია გაიმეორო იგივე და ჩახარო იდაყვი. ამოსუნთქვის დროს კუნთი უფრო მეტად უნდება ხოლმე, გაწევა გამოგება შედარებით უფრო ღრმა და სასიამოვნო. ჩაისუნთქე, კარგად გახსენი გულმკერდი, მარცხენა ხელი დადე მოხრილ მუხლზე და მარჯვენა ხელი გამართული ფეხისკენ. თუ მიწვდები ხელი მოკიდე ტერფს, თუ ვერ მიწვდები, მიმართულების მიცემა იქნება სრულიად საკმარისი. არ შემოტრიალდე ფეხისკენ და ისე არცადო ფეხს მიწვდე, ხო? თავარია ნეკნებთან იგრძნო დამუშავება. გაიმართე, შემოატრიალე ფეხი და დაუშვი. მოხარე მარცხენა, გადმოიტანე მარჯვენა ფეხის გარეთ. მარჯვენა ხელი შემოხვიე, მეორე ხელი უკან. კისერი დააგრძელე და ხერხემალი დაგრიხე. აქაც შეგიძლია გაიმეორო იგივე ტვისტები არა მხოლოდ ხერხემლისთვის, არამედ მუცლის ხრუსთვისაც არის სასარგებლო ასანები. თუ დამოუკიდებლად დააპრაქტიკებ, სტატიკურად გაჩერდი ხოლმე შედარებით უფრო დიდხანს, არა მხოლოდ დილით, არამედ დღის ბოლოს შეგიძლია გააკეთო ტვისტები ხერხემლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ დღის განმავლობაში ჯდომა ან დგომა გიწევს. მუცლით ჩავდივართ ბარძაყისკენ. თუ თავისუფლად ჩადიხარ, შეგიძლია ტერფს გაცდე და ერთი ხელი მოკიდო მეორე მაჯას. თავი ჩადის მატისკენ. მარჯვენა ხელი ტერფთან დაიტოვე, ამოსუნთქვა, მარცხენა ხელი გაშალე, შეგიძლია იდაყო ჩახარო და ხელი წაიღო ბარძაყისკენ. ჩაისუნთქე. ამოისუნთქე მეორე მხარეს. კარგად დაგრიხე ხერხემალი, არ იჩქარო. თავარია იმოძრაო ცნობიერად, გონება ჩართული იყოს მოძრაობის პროცესში. ასევე დააკვირდე სუნთქვას. მარჯვენა ხელი მოხრილ მუხლზე დადე ჩასუნთქვასთან ერთად. ამოსუნთქვა მარცხენა ხელი გადაიტანე ყურს უკან. თუ მიწვდები ხელი ტერფს მოკიდე, ან მიმართულება მიეცი. გაიმართე, შემოატრიალე და დაუშვი. ბოლო წინ დახრა გავაკეთოთ შეერთებული ფეხებისკენ. აქაც მუცლით ჩავდივართ ბარძაყისკენ და ბოლოს ჩაგვაქვს თავი. თუ იგრძნობ, რომ მუხლები გეხრება, შეგიძლია ხელები დადო ცოტა ზევით და გამართული ხერხემლით ჩახვიდე, ან მუხლები მოხარო, მუცელი გადაადე ბარძაყს, ხელები მოკიდე ტერფებს და პატარ-პატარა ნაბიჯებით ტერფები გაიტანე იქამდე, სადამდეც გრძნობ, რომ მუცელი გიდევს ბარძაყებზე და სულ ბოლოს ჩახარე თავი. მოხარე ორივე ფეხი, დადგი მხრის სიგანეზე და ზურგზე დაწექი.
თუ მიწდები ხელები მოკიდე კოჭებს, ხრები ერთმანეთთან ახლოს, თუ ვერ მიწდები, უბრალოდ გვერდით დადგი და ავდივართ ხიდზე. წელი აწიესევით, შეკუმშედუნდულა კუნთი, შეგიძლია ხელები ასევე ერთმანეთს ჩაკიდო, ან გადაიტანო თავის უკან, როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება შენთვის. ვრჩებით დაახლოებით 5-7 სუნთქვა. ჩამოდი მომრგვალებული ხერხემლით, ბოლოს დადე წელი, ამოისუნთქე და კიდევ ერთხელ ავდივართ. ამჯერად ფეხის წვერზე, ერთი ფეხი დაიტოვე საყრდენად, მეორე ფეხი ჯერ მოხარე და გამართე. ფეხი ან ვერტიკალურად გაასწორე, ან თუ მოგყვება, ცოტა უფრო მეტად გადმოიტანე სახისკენ. აქაც მოირგე ხელები, როგორც გინდა, შეცვალე ფეხი, მეორე მხარეს, თითქოს ფეხის წვერით ჭერს გინდა რომ იწვდე. მოხარე, დადე, მოამრგვალე ხერხემალი, დადე წელი და შემოხვიე ხელები ფეხებს. ცოტა იმოძრავე, ზურგი დაამასაჟე და ორივე ხელი მოკიდე მუხლს ცალ-ცალკე, წრეზე დაატრიალე. დარწმუნდი რომ წელი მყარად გიდევს ზედაპირზე, 3-4 წრე გავაკეთოთ ერთ მხარეს და შემდეგ შეუცვალე მიმართულება. მოხარე ფეხები, ხელები მოკიდე ტერფებს, ტერფები დააშორე ოდნავ ერთმანეთს და მატისკენ ჩამოკაჩე მონაცვლეობით, ან თუ გინდა ორივე ერთად. როგორც ხელს დაჭირდება, როგორც იგრძნობ, გამართე ერთი ფეხი მუხლში, მოხარე მეორე. შემდეგ შეცვალე, მეორე ფეხზე გააკეთე იგივე და ორივე ფეხი გამართე ერთად. თუ მუხლი ბოლომდე არ იმართება სახსარში, არ დააძალო, შეერთე ფეხის გულები, ხელები მოადუნე, მუხლები დაფერთხე, თანდათან მოადუნე სხეული და დაამშვიდე სუნთქვა. შეგიძლია ხელები ფეხებს დაადო ხოლმე და ოდნავ უფრო მეტად დააწექი. თუ რა თქმა უნდა სხეულს დაჭირდება. და ბოლოს გამართე მარცხენა ფეხი მუხლში, მარჯვენა ფეხი მოხრილი გადაადე ზევიდან, მარცხენა ხელი მოკიდე მუხლს, გადმოიტანე ფეხი მარცხნივ, მარჯვენა ხელი გაშალე, მხრის გასწრივ და გაშლილ ხელს გააყოლე მზერა. მუხლი თუ ბოლომდე არ წუდება ზედაპირს, არ დააძალო, სადამდეც მხარი თავისუფლად გიდევს, შეგიძლია იქამდე გადმოიტანო ფეხი. თუ დრო გექნება, შეგიძლია კიდევ უფრო დიდხანს დაყოლმდე ხოლმე კონკრეტულ ასანაში. მეორე მხარეს, ამ დროს ხერხემალში იხსნება მალთაშორისი დისკები, მთელს სვეტში ვაუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას. როდესაც დაასრულებ, შეგიძლია დაისვენო და როდესაც მზად იქნები, მაშინ წამოჯექი. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. დამიწერეთ კომენტარებში, თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.